მოგესალმებით, დღეს არის პოდკასტის მეორე ეპიზოდის ჩაწერა და მყავს სრულიად არაჩვეულებრივი სტუმარი Helio AI-ის თანადამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი ნათია ქოხილავა. ნათია, გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა მოწვევისთვის, ძალიან მიხარია რომ აქ ვარ დღეს. ძალიან სასიამოვნოა შენი სტუმრობა და ზუსტად ვიცი რომ ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. მოდი დავიწყოთ პირდაპირ კითხვით, ვინ არის AI ინჟინერი და რა ევალება მას? რატო არის ეს როლი ესეთი მოთხოვნადი დღეს? პირდაპირ საქმეზე გადავედით. ხო, AI ინჟინერი პრინციპში არის ადამიანი, ვინც AI პროდუქტებს ქმნის, რომელიც მუშაობს იმაზე, რომ რაღაც კოდს წერს, ნულიდან ბოლომდე მუშაობს იმაზე, რომ შეიქმნას AI პროდუქტი, რომელიც მერე მიდის მომხმარებლებამდე. და დღეს როცა ყველაფერი უკვე AI-ზე მიდის და ყველა სფეროში AI-ის ძალიან დიდი როლი აქვს, უკვე მივედით იქამდე, რომ ფაქტიურად ყველა კომპანიას სჭირდება AI ინჟინერი, ადამიანი, რომელიც ამ პროდუქტებზე იმუშავებს და ეხა პირველი მაგალითი რაც გამახსენდა, ერთი კვირის წინ დაახლოებით ვიყავი ერთ-ერთი ჰაკათონის ჟიურიში და ერთმა მონაწილემ თქვა, რომ მუშაობთო ესეთ პროექტზე საკალმახეს სჭირდება AI-ის ინტეგრაცია ბურიაშიო. ან მე მგონი უკვე გასაგებია ამითი რა დონეზე არის AI ჩართული ნებისმიერ სფეროში. მათ შორის საქართველოშიც, ხო? მათ შორის საქართველოშიც კი და შესაბამისად ხო AI ინჟინერი ძალიან მნიშვნელოვანი როლი არის ამ ყველაფერში. და სხვათა შორის აი სხვადასხვა კვლევები რომ ნახე, კონკრეტულად ამ პოზიციას და AI-სთან დაკავშირებული სხვა პოზიციების ანაზღაურება საგრძნობლად არის გაზრდილი. ნუ ეს სტატისტიკა ეყრდნობა ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა პოზიციებს, მაგრამ დაუშვათ შარშანტი და $150,000-დან იწყება და წელს უკვე $200,000-დან იწყება მათი წლიური ანაზღაურება და ვფიქრობ, რომ და ასევე სტატისტიკის მიხედვით, სადღაც, წლიდან წლამდე 114%-ით არის გაზრდილი კონკრეტულად AI-სთან დაკავშირებული პოზიციების რიცხვი. ხო, ალბათ მოთხოვნა მიწოდების ამბავი არის, იმიტომ რომ უკვე რომ ყველა კომპანიაში ითხოვენ AI-ის მიმართულებას და AI ინჟინერებს, შესაბამისად მოთხოვნა მეტია AI ინჟინერებზე, ესე უცბად ეს ადამიანები ვერ იზრდებიან და შესაბამისად ანაზღაურების ნაწილიც იზრდება, მაგრამ ნუ მაინც ვიტყოდი რომ ალბათ დამოკიდებულია ქვეყანაზე და დამოკიდებულია კომპანიების ტიპზე. მაგრამ ეს საერთო ჯამში რო შევაფასოთ, ადრე თუ რაღაც მარტო დიდ კომპანიებს სჭირდებოდათ AI ინჟინერები და ბევრი იყო მათ შორის ტექ კომპანია, რომელსაც AI ინჟინერი არ ყავდა, დღეს მაინც იცვლება მდგომარეობა იმ მხრივ, რომ შეიძლება რაღაც დიდ AI პროექტზე არ მუშაობდეს კომპანია, მაგრამ მინიმუმ ის რომ რაღაცებში დანერგოს თავისთან AI, ეს მაინც ყველას სჭირდება და ამიტომ AI-ის გამოცდილება შესაბამისად მნიშვნელოვანი გახდა მოკლედ. ხო, ძალიან საინტერესოა. ეხლა შენ შესახებ მოგვიყევი, როგორ აღმოჩნდი საერთოდ ტექ სფეროში, საიდან დაიწყო შენი ისტორია და როგორ მიხვედი ტექნიკურ დირექტორობამდე და აუცილებლად ცალკე მოგვიყევი AI მკვლევარის როლის შესახებ. ჩემი ამბავი ცოტა უფრო ბავშვობიდან იწყება, მაგრამ თვალ ღრმა ბავშვობიდანაც არა. ბევრი ისტორია მსმენია რომ რაღაც 2 წლიდან და 3 წლიდან მანქანებს ვაწყობდი, ვშლიდი და რაღაც მაცივრებს შლიდი და უკვე ვიცოდი რომ ინჟინერი ვიქნებოდი და 5 წლიდან კოდს წერდი, მთლად მასე არაა ჩემი ამბავი, მაგრამ სკოლის პერიოდიდან პრინციპში დაახლოებით მივხვდი რომ აქეთკენ წავიდოდი. კომაროვის სკოლა დავამთავრე და ნუ ეხა იქ ფიზიკა, მათემატიკა მაღალ დონეზეა და ბავშვობიდან შეხება მქონდა ტექნიკურ საგნებთან, მაგრამ სკოლას რო ვამთავრებდი, მაშინაც ჯერ კიდე ისე ვიყავი რომ არ ვიყავი დარწმუნებული რომ ტექნიკურ მიმართულებას გავყვებოდი. ჟურნალისტიკა, პოლიტიკა და რაღაც ჰუმანიტარული მიმართულებები ძალიან მაინტერესებდა და მაშინ იყო ჩემს სახლთან ძალიან ახლოს ევროპული ახალგაზრდული ცენტრი, თუ სახელი არ მეშლება, რაღაც ორგანიზაცია იყო მოკლედ, რომელიც სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სხვა პროექტებს აკეთებდა ხოლმე, იყო დებატ კლუბები და რაღაც ლექტორებს იწოდნენ ხოლმე საჯარო ლექციებისთვის, სხვა წიგნებზე საუბრობდნენ და ასე შემდეგ და იქ ბევრ რაღაცაში ვიყავი ხოლმე ჩართული. და მეგონა რომ ამდენს გავაგრძელებდი, მაგრამ აი ბოლო წელს მერე გადავწყვიტა რომ მივხვდი რომ ნუ ეს ჰუმანიტარული რაღაცები მომწონს, მაგრამ უფრო ჰობის დონეზე, ვიდრე ის რომ ახლა ჩემი ცხოვრება დაუკავშირო პოლიტიკას პირობითად. და მაინც ჩავაბარე ელექტროკომპიუტერულ ინჟინერიაზე და გავყავი მე მანდეთ მიმართულებას. პირველი სამსახურიც პრინციპში ვიტყოდი რომ მაინც შემთხვევითად ვიპოვე, იმიტომ რომ ერთ-ერთ ჰაკათონზე მონაწილეობდი და იქ იყვნენ ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ისე ყველა გუნდთან მიდიოდნენ და რაღაცებს ეკითხებოდნენ და ნუ რამდენიმე გუნდის ტალანტების აღმოჩენის. აი ზუსტად როგორც ხდება ხოლმე ჰაკათონებზე და ნუ იქიდან წავედი გასაუბრებაზე და იქიდან დავიწყე პირველი სამსახური, მაგრამ თავიდანვე AI არ იყო ჩემი არჩევანი. მე თავიდან დავიწყე .NET დეველოპერად მუშაობა, ჩემი პირველი სამსახური იყო .NET დეველოპერი. მიმართულება აგერჩევი. არაჩვეულებრივი დესკტოპ აპლიკაციებზე მუშაობდით. მომწონდა რეალურად, მაგრამ რაღაცნაირად ისე დაემთხვა იმ პერიოდში, რომ ჩემ გარშემო ყველა ჩემი მეგობარი
AI-ს სწავლობდა. და აი უბრალოდ დამაინტერესა, რომ რითი მოიწამლა ეს ხალხი და რა არის ესეთი AI, რომ ყველა იქიდან გადავიდა თქო და რაღაც Andrew Ng-ის კურსი გავიარე, მაშინ იყო machine learning-ის ეხა სპეციალიზაცია, უკვე მაშინ ერთი კურსი იყო Coursera-ზე და იქიდან დავიწყე მოკლედ და მივყავი მერე AI-ს. და ეხა ბოლო პერიოდში სანამდეც მოვედი არის, რომ პრინციპში ორ ძირითად რამეს ვაკეთებ, მთავარი ფოკუსი მაინც არის Helios-ზე, სადაც ტექნიკური მიმართულებით ვარ და მათ შორის AI-ის ნაწილს თვითონ ჩემი ხელით ვაკეთებ და მე თვითონ წერ კოდს და AI ინჟინერიც ვარ და ტექნიკური დირექტორიც და კვლევით ნაწილში ესეთი პროექტი არის მოკლედ გეინი, სადაც ქართული, ფრანგული და გერმანული კვლევითი ინსტიტუტების კონსორციუმი არის შექმნილი. და ამ კონსორციუმში ვარ მოკლედ AI მკვლევარი. ასე რას აკეთებს ეს პროექტი? ხო ეს არის ცოტა პრინციპში განსხვავებით. დღეს ყველა Gen AI-ზე ლაპარაკობს და LLM-ებზე და ეს ცოტა შორს არის მანდედან. ეს პროექტი არის ესეთი ამბავი, რომ ადამიანის, მოკლედ ესეთი device არსებობს, რომელსაც შეუძლია ადამიანის ტვინის აქტივობის ჩაწერა. ანუ ადამიანის ტვინში არის ნეირონები, რომელიც ერთმანეთს რაღაც იმპულსებით უკავშირდებიან და ამ ტვინის აქტივობის ჩაწერა შეუძლია მოკლედ ამ მოწყობილობას. ეს ელექტროენცეფალოგრამის სტილის აპარატი. ზუსტად ეგ აპარატი არის, EEG-ის აპარატი, ესე შემოკლებით რას ეძახიან. და ამ EEG-ის სიგნალების გამოყენებით ვიკვლევთ ადამიანის ტვინიდან ემოციების ამოცნობას. ანუ ექსპერიმენტი არის ესეთი, რომ ადამიანი ზის ეკრანის წინ, უყურებს რაღაცა ვიდეოს და ჩვენ ვიწერთ ამ დროს ადამიანის ტვინის აქტივობას EEG-ის გამოყენებით და მერე ვცდილობთ, რომ აღვადგინოთ მაშინ როცა ეს სიგნალი ჩავიწერეთ, ადამიანი რა ემოციას განიცდიდა, ვთქვათ, ბედნიერი იყო, შეეშინდა, მოწყენილი იყო, სევდას გრძნობდა თუ რა ემოციას განიცდიდა ამ ვიდეოს ყურებისას. ხმის ამოუღებლად, მხოლოდ აი სახის მიმიკითაც არა? მიმიკითაც არც მიმიკა არა. ორი კვლევა გვაქვს პრინციპში, ერთი არის მარტო EEG-დან ემოციების ამოცნობა, ანუ მარტო ტვინის სიგნალი გაქვს, მეტი არაფერი და მეორე კვლევა არის EEG და ადამიანის სახის ვიდეო. რომ ვიდეო რამდენად ეხმარება EEG-ს, რომ ამოიცნო. რეალურად სახის ვიდეო მარტო საკმარისი არ არის. მათ შორის არც საუბრის ჩაწერა, იმიტომ რომ მე შეიძლება ამ მომენტში ბედნიერი ვარ, მართლა ბედნიერი ვარ ეხლა. მაგრამ შეიძლება სახეზე არ მეტყობოდეს. იგივე მოწყენაში ადამიანები, რომლებიც ვერც გამოხატავენ. კი. ამიტომ ყველაზე ისეთი რეალური რითი შეიძლება ემოცია ამოიცნო, რეალურად არის ტვინის სიგნალი, რომ ტვინის სიგნალები არ იტყუება და სახის მიმიკით შეიძლება ადამიანებმა მოვატყუოთ ერთმანეთი, მათ შორის რაღაც საუბრითაც. არის რაღაც conversational ემოციების ამოცნობის ტექნიკები და ასე შემდეგ, მაგრამ იქაც მაინც რაღაც შეიძლება იმწამს ის რეპლიკა არ თქვა და თავი შეიკავა და ტვინის სიგნალებს ვერ ვაკონტროლებთ ადამიანები. რა საინტერესო პროექტია და ეს კვლევის ფაზაშია ჯერჯერობით ეს პროექტი თუ სადმე გამოიყენება დაუშვათ რომელიმე ინდუსტრიაში? ხო, საბოლოო მიზანი ამ კვლევის არის ის, რომ ეს უნდა დაინერგოს გერმანიაში რამდენიმე კლინიკაში, მაგრამ ამ წამს ჯერ დანერგილი არ არის. ანუ ეს არის ერთი დიდი პროექტის ნაწილი, რომ გერმანიაში ფსიქიატრიულ კლინიკებში უნდა დაინერგოს ეს და კიდე რამდენიმე სხვა პროექტი. ჯერჯერობით ვართ კვლევით ნაწილზე, საბოლოოდ დანერგილი არ არის და საბოლოო პროდუქტი ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ ორი სტატია გამოვაქვეყნეთ უკვე და მათ შორის რამდენიმე კონფერენციაზე წარვადგინეთ სტატიები, ვორქშოპი გავაკეთეთ და ასე შემდეგ, ანუ რაღაც ღირებული შედეგებიც მიღებული გვაქვს, მაგრამ ხო საბოლოოდ დანერგილი ჯერ არ არის. იმედია რომ მაგეთალზეც დრო უნდა, რა თქმა უნდა, მით უმეტეს კვლევით პროექტებს. კი, მით უმეტეს რომ ცოტა ინოვაციური ამბავია, მაინც სიახლეა ჯერ და თლად ისეთ შედეგებზე გასული არ ვართ, რომ თქვა რომ ეხა 100 შემთხვევიდან 95 სწორად ვიცნობთ, თად მასე ვერ არის ამბავი ჯერ, მაგრამ თან განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში გამოყენებას ხარ როცა უკვე რაღაც ადამიანების ჯანმრთელობას და მით უმეტეს ფსიქიკურ ჯანმრთელობას ეხება საქმე, ალბათ გაცილებით დიდი კვლევების ჩატარება მოგიწევთ და რაღაც რეგულაციების თანშესაბამისობა, ხო? მით უმეტეს გერმანიაში ის მედიცინა ისეთ დონეზეა, ხო, იქ ბევრი შეზღუდვა არის და ბევრი რეგულაცია, რასაც თუ არ გავილი ესე მარტივად არ დაგანერგინებენ მოკლედ რაღაცეებს და და რა საინტერესოა რომ ხელოვნური ინტელექტის ანუ შესაძლებლობები და მიღწევები მედიცინაში ძალიან აქტუალურია. კი, მე ბოლო პერიოდში რამდენიმე ვიდეო ჩამხდა, უკვე რობოტი რო აკეთებს ოპერაციებს ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაც მსგავს რაღაცეებს და მათ შორის რაღაც ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში რო ადამიანის ჩარევით, მაგრამ მაინც ოპერაციები კეთდება და ასე შემდეგ, ხო. ბევრი მიმართულებით არის და ნუ ეხლა მედიკამენტების აღმოჩენა და ეგეთ რაღაცებზე ახლა აღარც ვამბობ. კი, სხვათა შორის, ანუ ზუსტად ტექნოლოგიების წყალობით იყო კორონას პერიოდში, რომ საკმაოდ აჩქარებული არის თუნდაც რაღაცა ვაქცინების თუ სხვადასხვა მედიკამენტების ძალიან სწრაფი, ასე ვთქვათ, ფორმული შედგენა და შემდეგ. ხო, რეალურად უკვე ისეთ ეტაპზე ვართ მისული, რომ ესე ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერც იაზრებ AI სად არის ჩართული, ანუ
ადრე იყო 1-20 წლის წინ ალბათ, რომ ვერ ვიაზრებდით ტექნოლოგიებისაც შემოდიოდა ცხოვრებაში და ეხლა უკვე ისე ვართ, რომ აი რა ვიცი, სახლში მტვერსასრუტი რომ აქვს, იმასაც AI აქვს და მაცივარი რომ აქვს ჩვეულებრივი, იმასაც AI აქვს. თავი არ აგვიჯაყდეს. ნახოთ როგორ მოვეპყრობით. თორემ მე რობოტის თემით წიგნი და ფილმი ვისაც აქვს არ მიყვარს ეგ ფილმი დიდად და იმედია ის მომავალი. კარგი, ხელოვნური ინტელექტის თემას კიდე დაუბრუნდებით, მაინტერესებს შენ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვს, მე მგონი ჰაკათონებში მონაწილეობის და ასევე ბოლო პერიოდში ხარ უკვე ჟიურის წევრი სხვადასხვა ჰაკათონების. აი რა გამოიწვია ჯერ შენ ინტერესი თავის დროზე და ეხლა რატომ თქვათ იწვევს ინტერესს ჟიურიში ყოფნა? რა არის საერთოდ ჰაკათონი და რატო არის სასარგებლო თქვათ ეს ახალგაზრდებისთვის? ჰაკათონები არის ჩემი ყველაზე საყვარელი ერთი დღე ან ორი დღე ხოლმე. ნუ ჰაკათონის მარტივად რო ვთქვათ, არის რაღაცა 24 საათიანი ან 48 საათიანი შეჯიბრი ტექ ხალხს შორის, მოდი ესე დავარქვათ, ტექ გუნდებს შორის, როცა ერთ სივრცეში იკრიბება რამდენიმე გუნდი და სხვა იდეებზე მუშაობენ, რომ არაფრიდან, ანუ საწყისად არ გაქვს არაფერი, გაქვს შენი ლეპტოპი და შენი თავი და შენი გუნდი და არაფრიდან რაღაცა უნდა გააკეთო ერთ დღეში ან მაქსიმუმ ორ დღეში, ძირითადად ეგრე არის ხოლმე. მე მახსოვს ჩემი პირველი ჰაკათონი. მე და ჩემი მეგობარი ვიყავით უნივერსიტეტში და შემთხვევით გავიგეთ, რომ რაღაცა ჰაკათონი ტარდებოდა, დავსერჩეთ რა არის ჰაკათონი საერთოდ. და რომ მოგვეწონა, გადავწყვეტ რომ წავსულიყავით, მაგრამ უნდა ყოფილიყო სამკაციანი გუნდი და მესამე კაცი არ გვყავდა. და ჩვენ რანდომ მეგობარს, რომელსაც იმ წამს ეცალავთ, ხოვეთ რომ აი უბრალოდ ჩაგწერთო და წამოვყევია და შენგან არაფერი არ გვინდა, უბრალოდ წამოვყევი, ჩვენთან ერთად იყავია და გავედით მაშინ პირველ ჰაკათონზე. და ეხაც მახსოვს როგორ ნერვიულდი, მაშინ ალბათ ცხოვრებაში არასდროს არაფერზე ისე არ მინერვიულია, როგორც მაშინ იქრო ის პროექტი უნდა წარმოედგინა. ეს იყო სტუდენტობის დროს, რაც მეორე კურსზე ვიქნებოდი ალბათ დაახლოებით და რო თქვა ეხლა რომ რამე სასწაული გავაკეთეთ თქო მოვიტყუები, ფაქტიურად გავფეილდით მაშინ. არ გამოგვივიდა ის, რის გაკეთებაც გვინდოდა. თან მაშინ დიდად არც პროგრამირება ვიცოდით, არც ინჟინერია და არაფერი საერთოდ რაღაც ახალი დაწყებული ქონდა მაგ მიმართულებით სწავლა რაღაცეების. მაგრამ ეგ იყო აი ყველაზე ისეთი გამოცდილება დღემდე მახსოვს და მაშინ გადავწყვიტე, რომ პროცესი იმდენად მომეწონა, რომ ეხლა თუ გავფეილდი, არა უშავს, ეხლა სხვა ჰაკათონებზე წავალ. და მე ჰაკათონებზე თვითონ პროცესი მომეწონა, იმიტომ რომ აი ძალიან სწრაფად ცვალებადი გარემო, აი უცებ უნდა მოახდინო ადაპტაცია რაღაცეებს, რომ აი ეხლა ვიწყებ რაღაცაზე მუშაობას, რაღაცა იდეა და მიზანი მაქვს და 48 საათში რაღაცა შედეგი უნდა მქონდეს. ადრენალინიც არის ერთგვარი. ძალიან დიდი ადრენალინია, რომ აი არაფრიდან რაღაცას აკეთებ და თან მეგობრებთან ერთად აკეთებ. ძირითადად ახლა გუნდებში მაინც მეგობრები არიან ხოლმე უფრო ხშირად. აი შენ მეგობრებთან ერთად რო აი ისიც არ გახსოვს, როდის უნდა დაიძინო და ისიც არ გახსოვს, როდის უნდა ჭამო და აი ბოლომდე რო ჩართული ხარ იმ რაღაც ერთი იდეისთვის. ძალიან ისეთი ემოციური მომენტია რა და მე ძალიან მიყვარს გიჟდები დღემდე ჰაკათონებზე. და შენ ხა უკვე ჟიურის ამპულაში როგორ აფასებ, ანუ ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია ვთქვათ ის გარემო შექმნა ახალგაზრდებისთვის, რომ ვთქვათ რაღაც თავისი იდეების რეალიზაცია მოახდინონ ან უბრალოდ მოსინჯონ ხო ან ალბათ მაინც ადამიანზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ ხა ჰაკათონები მე მომწონს პერსონალურად, იმიტომ რომ ჩემ ხასიათში ჩაჯდა თორე ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას მოეწონება და ყველასთვის არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გააჩნია ადამიანს ასე თუ ისე ხელშეწყობა ყველას ჭირდება, რომ რაღაცა თავისი იდეების რეალიზება მოახდინოს. ვიღაცას შეუძლია 20 საათში, ვიღაცას შეუძლია 3 თვეში. ხა შეიძლება ვიღაცას ცოტა სხვანაირი პროცესი მოწონდეს, მაგრამ ხოში კარგი დასაწყისია ალბათ. ყველაზე კარგი დასაწყისია, რომ შენი თავი გამოცადო რაღაცეებში, რომ რაღაცეებს რამდენად შეგიძლია, რამდენად გამოგდის, რაღაცები ისწავლო ძალიან სწრაფად და შეფასების ნაწილიც საინტერესო აღმოჩნდა, მაგრამ ალბათ უფრო რთული ვიდრე მონაწილეობა, იმიტომ რომ მონაწილეობ მარტო შენ თავზე ხარ პასუხისმგებელი და შეფასების ნაწილში უკვე ყველას ეხები და ყველასთან ისე რა საინტერესოა ახლა შეფასების კუთხითაც ამდენი თუნდაც ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებით, თუნდაც ეს vibe coding-ი, ანუ უკვე ხელსაწყოები რომ თვითონ გიგენერირებენ კოდს, თვითონ რაღაცა რამდენიმე წუთში შეგიძლია აწყოს საიტი, მობილური აპლიკაცია, ხო, აი ესეთ გარემოში ალბათ შეფასება კიდევ უფრო ძალიან რთულია, ხო? კი, მე თავარი განსხვავება რაც დავიჭირე, აი 5 წლის წინ რომ მე ვიღებდი პირობითად მონაწილეობას და ეხა დღეს რასაც აკეთებენ გუნდები ჰაკათონებზე, აი თავარი განსხვავება რაც დავიჭირე იყო ის, რომ ტემპი ჩვენ რასაც ვანდომებდით 2 დღეს, 9 საათში იმას აკეთებენ გუნდები. და მე უფრო საინტერესო პროდუქტებს ვიღებთ სამაგიეროდ, აი თუნდაც vibe coding-ის დახმარებით, რომელიც ნუ ეგეთ პატარა რაღაცებს თუ MVP-ს შესაქმნელად არის იდეალური საშუალება.
იმდენად ეხმარებათ გუნდებს რაღაცების კეთებაში, რომ ერთი ამბავია, რომ თავის ტკივილია უფრო შეფასება, მაგრამ სამაგიეროდ უფრო საინტერესო პროექტები კეთდება. ეხლა პირობითად GPT-ის და vibe coding-ის გაჩენამდე თუ ჰაკათონზე შეიძლება ცარიელი იდეით გასულიყავი, იმიტომ რომ ვერაფრის შექმნა ვერ მოგესწრო, ეხლა ბევრად მეტი საშუალება გაქვს, რომ საინტერესო რაღაცები გააკეთო. ხო, ძალიან კარგია თუ სწორად გამოიყენებ ალბათ, თუნდაც ამ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებს. შენ სხვადასხვა კურსებს ატარებ, ხო? ანუ ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებით. აი, ერთ-ერთი კურსი შემხვდა, როგორ ვისწავლოთ ხელოვნურ ინტელექტთან ერთად. აი, ამის შესახებ მოგვიყევი, ანუ და რა თქმა უნდა, თუ რჩევას მისცემ დაუშვათ ჩვენს მსმენელებს, რომ რატომ უნდა დაერჩიონ ტექნოლოგიები, როგორ შეიძლება განვითარდნენ ამ სფეროში და ხელოვნურ ინტელექტთან ერთად როგორ შეიძლება რომ ისწავლონ რაღაცა სხვადასხვა მიმართულებით. მე ჩემ გამოცდილებას გავაზიარებ და აუცილებლად. ესეთ ჩამოყალიბებული მე მგონი ჯერ სამყარო საერთოდ არ არის მაგ საკითხებზე AI როგორ გამოვიყენოთ სწავლებაში და სხვა შორის ეგ ძალიან საინტერესო მიმართულება, აი Microsoft-ი ძალიან დიდ დროს უთმობს AI in education კურსები ძალიან ბევრი აქვს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ჩემს გამოცდილებას გავაზიარებ. ჩემთვის AI გახდა ბოლო პერიოდში დასაყრდენი ალბათ ცუდი სიტყვა, მაგრამ ყველაზე ხშირად გამოყენებადი დამხმარე, ხო, სწავლების ნაწილში, იმიტომ რომ რაღაც ახალი სწავლა რომ მინდა ხოლმე, არასდროს აღარ ვკითხულობ 20 ბლოგს და არასდროს აღარ ვუყურებ YouTube-ის 50 ვიდეოს. პირველი რასაც ვაკეთებ, რომ ვეკითხები ან GPT-ს, ან Claude-ს, ან Gemini-ს, რომელიმე LLM-ს და ბოლო პერიოდში რაც ძალიან მეხმარება არის რომ ვიყენებ Google-ის notebook LLM-ს, რომელსაც რაღაც წყაროები შეგიძლია, ლინკები შეგიძლია მისცემ პირდაპირ ან YouTube-ის ვიდეოების, ან ისე ინტერნეტიდან ნებისმიერი ლინკები და იდეალურად აქვს აწყობილი ქართულად როგორც სწავლების flow. მიმდინარეობა როგორ უნდა ისწავლო, იქვე გიგენერირებს რაღაცა მოკლე შინაარს, შენი რესურსებიდან გამომდინარე, იქვე შეუძლია რომ მეფი აგიწყოს, ამ მიწოდებული ლინკებიდან გამომდინარე, კითხვები დააგენერიროს, შენ რა კითხვებსაც პასუხი უნდა გასცერო, თავდაჯერებული იყო რომ ეს რაღაცა იცი და ყველაზე მთავარი რაც არის პოდკასტს აგენერირებს იქვე. ხო, ეგ არის ჩემთვის ყველაზე მაგარი რაღაცა, იმიტომ რომ რეალურად დრო დამიზოგა იმდენი რამე თემაში თუ მინდა რომ გავერკვე, გზაში რო ვარ ხოლმე ვუსმენ უბრალოდ notebook LLM-ის პოდკასტს. და ძალიან სწრაფად შეგიძლია რაღაცებში გაერკვა. მათ შორის არ ვიტყოდი რომ მარტო ზედაპირულ რაღაცებში, იმიტომ რომ მე მაგალითად მიმიცია სტატიები პირდაპირ, აი არქივის ლინკები და სტატიას მიყვება იდეალურად. იმ სტატიის წაკითხვა აღარ გჭირდება, აი თუ იცი რომ უბრალოდ ან მანქანაში უნდა იჯდე სადღაც მიდიხარ, ან ფეხით სეირნობა გიყვარს, ან საჭმელს აკეთებ და იმ წამს ვერ კითხულობ და ვერ უსმენ ეს ვიდეოს პირობითად. პოდკასტის ყურება არის იდეალური გამოსავალი, ამიტომ ხო სწავლების ნაწილში ალბათ ვიტყოდი რომ თავარი ეგ არის რა, შენზე მორგებული. აუ ერთ რაღაც ვიტყოდი კიდე. მე მაგალითად სწავლის ნაწილში ყოველთვის მერიდებოდა ხოლმე შეკითხვის დასმის. განსაკუთრებით ჯგუფთან ერთად. ჯგუფში კითხვის დასმა იყო ჩემი აი ყველაზე სუსტი წერტილი. და ყველაზე მეტად რაც მომწონს ახლა AI-ის გამოყენებისას არის ის, რომ აი მარტო მე და AI ვართ და ნებისმიერი კითხვა შემიძლია დავუსვა, აი 2-ჯერ 2 რატოა 4, ესე შემიძლია რომ ავახსნევინო და არ მერიდება. კი, ძალიან მნიშვნელოვანია ვფიქრობ და მით უმეტეს ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალური ტემპი აქვს სწავლის მათ შორის და აი ეს ინდივიდუალური მიდგომები, მათ შორის მე მგონი ხანის აკადემიამ და სხვადასხვა უკვე ონლაინ თქვათ სწავლების პლატფორმებმა დანერგეს სხვადასხვა AI ასისტენტები, რაც მგონია რომ მხოლოდ დადებითი მოვლენა არის, იმიტომ რომ ცალსახად რაღაც ადამიანზე მორგებული თულებია და როგორ შეგიძლია, ანუ რჩევების კუთხით, აი მაგალითად შენ როგორ ანვითარებ თავს? აი ყოველდღიურად ისეთი სწრაფი ტემპი არის, ხა დარწმუნებული ვარ შენთვისაც, რომ როგორ უნდა დაეწიო ამდენ ინფორმაციას. თქვათ, თუ არის ისეთი ან რამე წიგნი, პოდკასტი ან კურსი, რომელსაც ირჩევ, თქვათ, განვითარების ან რა რესურსები შეგიძლია რომ ურჩიო მსმენელებს? ხო, ალბათ გააჩნია რა მიმართულებით გვინდა. მე მაგალითად ძალიან მიყვარს ხოლმე მიმართულებით. მე ძალიან მიყვარს ხოლმე მაგალითად Y Combinator-ის პოდკასტს ყოველთვის ვუსმენ, Litecoin-ის პოდკასტი. აღარ ვიტყვი რომ ახალი დაწყებულია, რამდენიმე თვეა უკვე აკეთებენ და ძალიან საინტერესო არის ხოლმე და მან ძირითადად ლაპარაკი არის აი მიმდინარე სიახლეები რა არის და ეხლა რა არის ტრენდში და ეხლა რა არის ყველაზე აქტუალური, მაგრამ რამდენიმე სხვა საიტია პრინციპში. რომლებზეც სიახლეები იდება ხოლმე, მაგრამ აი მე ყველაზე მეტად მაინც მივყვები LinkedIn-ს. LinkedIn-ზე მყავს დაფოლოვებული ჩემთვის საინტერესო ხალხი. მათ შორის ზოგჯერ არის ხოლმე უფრო
ბიზნესის მხრიდან დანახული სიახლეები, ან უფრო აი ტრენდში რა არის და ეხლა რა არის საინტერესო და ყველაზე აქტუალური, ზოგი არის ხოლმე უფრო deep tech თემები, ბლოგებს აზიარებენ, რაღაც შეიძლება ვიღაცამ თავის დაწერილი კოდის გიტის ლინკი გააზიაროს და ასე შემდეგ, ამიტომ რაღაც LinkedIn-ის და Twitter-ის აკაუნტები მაქვს მორგებული ჩემზე. ისე რომ ჩემს საინტერესო თემები რაც არის, ძირითადად იმ ხალხს ვაფოლოვებ და ყველაზე მეტად ალბათ მაინც მანდენ და რაღაც რამდენიმე სხვა ვერსია ვცადე, რავი, GPT-ის რო აქვს თქვათ task-ები რო შეგიძლია მისცე, მან ვცადე მაგალითად რომ 24 საათში ერთხელ ვაძებნინებდი სიახლეები რა იყო და მათ შორის deep tech რაღაცეები ახალი მოდელები რა გამოვიდა და ასე შემდეგ, მაგრამ დიდად არ გამომადგა მან და მაინც რაღაც მაინც სიახლეებს მანდ და ვერ ვეცნობოდი და უფრო მაინც Twitter-ს და X უკვე და LinkedIn-ს მივყვები ხოლმე. იცი რა მაინტერესებს, აი რამ განაპირობა შენი ინტერესი სწავლების. მე მგონი ბოლო წლების განმავლობაში ანუ სტუდენტებსაც ასწავლიდი და ესეთი საინტერესო ინფორმაცია შემხვდა შენ შესახებ, რომ სტენფორდის უნივერსიტეტში CS 106 ეს კურსი ასწავლე თუ აი მოგვიყევი რა როგორ მოხვდი სტენფორდის უნივერსიტეტში ლექტორად. სწავლება მომწონდა, სწავლება ცუდ სიტყვა, მე მომწონს ყოველთვის ჩემი ცოდნის და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის გაზიარება. ეგ მომწონდა ბავშვობიდან, აი ჩემი თავი მახსოვს მე 6 კლასში, მე 7 კლასში სკოლაში შესვენებაზე ბავშვები რო ერთმანეთს რაღაცებს ვეკითხებოდი ხოლმე, რა მათემატიკაში ის ამოცანა როგორ ამოხსენი და ერთმანეთს რო უხსნდით ხოლმე, აი იმ დროიდან გიждდებოდი რაღაცების გაზიარებაზე, მაშინ მე მიყვარდა. მე უნივერსიტეტი რო დავამთავრე, მაგისტრატურაზე ჩავაბარე და მაგისტრატურის პერიოდში ტექნიკურ უნივერსიტეტში დავიწყე თავიდან სემინარებს ვკითხულობდი, მე ლექციებსაც ვკითხულობდი და ლექციებს და სემინარებს ორივეს და მაშინ ძალიან მომეწონა ჩემი ცოდნის გაზიარება რა, ყველაზე მეტად იმიტომ რომ ეგ ისეთი მომენტია რომ შენ თავს აიძულებ რომ რაც არიცი ისიც ისწავლო და რაღაცების სიღრმეებში ჩახვიდე. მე შეიძლება რა ზედაპირულად ბევრი რამე ვიცი, მაგრამ რო ვიცი რომ პასუხისმგებლობა მაქვს, რომ ეხა ეს რაღაცა სხვას უნდა ავუხსნა, ყოველთვის შენ თავს აძალებ რომ აბა ეხა იმან რა შეიძლება მკითხოს, რა ნაწილი არ ვიცი, სად შეიძლება გავიჭედო და თუნდაც ლექციაზეც ქონია ეგეთ შემთხვევა, რომ სტუდენტს რაღაცა უკითხია და მithქვია რომ ამ წამს არ ვიცი და შემდეგ ლექციაზე გეტყვი. და შენ თავს აიძულებ რომ რაღაცები უფრო სიღრმეებში ისწავლო. მე ყველაზე მეტად ეგ ნაწილი მომწონს ხოლმე. სტენფორდს რაც შეეხება, მან შემთხვევით ნახე უბრალოდ LinkedIn-ზე თვითონ სტენფორდის უნივერსიტეტს ედო პოსტი, რომ ეგ იყო კოვიდის პერიოდში გააკეთეს რამდენიმე წელს ზედიზედ, მაგრამ მე მგონი არ გაუჩერებიათ და ეხაც აკეთებენ, ზუსტად არ ვიცი. კოვიდის პერიოდში დაიწყეს ყოველ შემთხვევაში, რაღაც ონლაინ სწავლებაზე რო იყო ყველა გადასული, მაშინ გადაწყვიტეს, რომ ყველაზე ცნობილი პროგრამირების კურსი რაც არის სტენფორდში, ეს არის პროგრამირების მეთოდოლოგიები. ამ კურსის ონლაინ ვერსია გააკეთეს და ეძებდნენ, ნუ ლექციებს ატარებდა იგივე ხალხი, ვინც თვითონ სტენფორდის უნივერსიტეტში კითხულობს ამის ლექციებს და სემინარისტებად ეძებდნენ ადამიანებს, ვინც სემინარებს ჩაატარებდა. და მაშინ გავაგზავნეს CV, აი როგორ უიმედოდ იცი რომ მე ვინ დამირეკა, მე ვინ მომწერს ახლა, აი უბრალოდ CV გავაგზავნე. CV რო გავაგზავნე, მან დამიკავშირდნენ თავიდან მომწერეს და გამომიგზავნეს რაღაცა დავალება, რომელიც უნდა გამეკეთებინა, ეს დავალება გავაკეთე, მე მეორე ეტაპი იყო, რომ რაღაც ამოცანა გამომიგზავნეს, რომელზეც უნდა ჩამეწერა ვიდეო, როგორ აუხსნიდი ამ ამოცანას სტუდენტს და მე მესამე ეტაპი იყო უკვე გასაუბრება თვითონ სტენფორდის წარმომადგენლებთან და რაღაც სამეტაპიანი ინტერვიუ გასაუბრება გავიარე. მოკლედ რის შედეგადაც მოვხვდი მე მაგ კურსზე კითხულობდი ერთი ჯგუფისთვის სემინარებს, მოკლედ ძალიან ისეთი განსხვავებული გამოცდილება იყო. ძალიან საინტერესოა. ნამდვილად და შთამბეჭდავ, იმიტომ რომ ეხლა სტენფორდის უნივერსიტეტი კი ვიცით, რამდენად წინ არის ზოგადად სწავლების და ყველა კუთხით. ანუ შენი კარიერა ფაქტურად დაიწყო ალბათ რა უნივერსიტეტის დროს, ხო? ჯერ კიდევ მესამ. და მე სხვადასხვა კომპანიებში გადახვედი, სანამ ჰელიომდე მიხვედი, ხო? ეს შენი ინტერვიუების გამოცდილებები თუ დაგეხმარა საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო სტარტაპში მოხვედრისთვის და რას აკეთებ Helio AI-ში. Helio არის ყველაზე ისეთ ნაწილი, რაც მიხარია ხოლმე ლაპარაკი და საუბარი. Helio არის რეკრუტინგის სტარტაპი, მოკლედ, სადაც რეკრუტერებს ვეხმარებით, რომ მაქსიმალურად ისე სწრაფად და მარტივად აიყვანონ ხალხი სამსახურში და გაზარდონ კომპანიები, მოკლედ. Helio-ში მოხვედრამდე რამდენიმე კომპანიაში მუშაობდი და ხშირად ვამბობ ხოლმე მეც და Helio-ში თანადამფუძნებლებით, მოკლედ 4 ვართ და 4-ვე ხშირად აღნიშნავთ ხოლმე, რომ მე მგონი ჩვენ ცხოვრებაში მანამდე თუ კი რამე მოხდა, ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ Helio-ში გამოგვეყენებინა მერე ისწავლა და გამოცდილება. წინა სამსახურებშიც თუ კი რამე მიკეთებია და თუ კი რამე არ მიკეთებია, რაღაცნაირად
არ ვიცი რა ზებუნებრივი ძალით, მაგრამ ყველაფერი ისე დაემთხვა, რომ აქ მე ყველაფერი გამომადგა და ძალიან ისეთი საინტერესო გამოცდილება შეიქმნა ჩემთვის. და შენი აზრით ეს რეკრუიტინგის ნაწილში მომავლის ინტერვიუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს? ეხლა კი არის დისტანციურად ინტერვიუები, მაგრამ აი ყველაზე ისეთი საინტერესო რა შეიძლება იყოს მომავალში? როგორ შეიძლება რომ ხალხი აიყვანონ? ხო შორს თქვენს გაქვთ საინტერესო ნაწილი, ხო? როგორც ვიცი, თამაშის ნაწილი. ხო, მე მაგაზე მიფიქრია, რაღაც ცოტა გიჟური იდეებამ და მივსულა ბოლოს, რომ მგონია, რომ რაღაც გასაუბრება რო ჩატარდება რაღაც 50 წლის მერე იმედია, იქნება რაღაცა ისეთი, რომ ადამიანს თავზე ადგას ეს EEG-ის device-ი, თავისი VR-ით. სამსახურები საერთოდ. თუ იქნება სამსახურები კი. რაც EEG-ის device-ი წინ VR-ი და რაღაც თამაშს იქ თამაშობ. ჰელიოში თამაში გვაქვს რეალურად, ჰელიოში გავაკეთეთ ეგეთი რაღაცა, რომ ერთია რომ ადამიანი სამსახურში აყვავს მისი გამოცდილების და რეზიუმეს CV-ს მიხედვით, მაგრამ ბოლო 10 წელშიც კი არ ვიტყვი 20 და 30 და 50, ბოლო 5-10 წელიწადში იმდენი რამე შეიცვალა, რომ არ შეიძლება რომ დღეს სამსახურში ხალხი აყვავდეს იგივე CV-ით, რითიც აყვავდა 50 წლის წინ. და მე რო ვფიქრობდით მაგ საკითხზე, მართლა რეალურად მივედით იქამდე, რომ ადამიანს ერთი არა უწერია CV-ში, მაგრამ რაც არ უნდა მეწეროს CV-ში, შენ არასდროს არ იცი რა არის ჩემი რბილი უნარები, აი soft skills, რასაც ეძახიან. იქ არ ჩანს მე რამდენად კომუნიკაბელური ვარ, რამდენად ყურადღებიანი ვარ, არ ჩანს ბევრი ისეთი უნარი, რომელიც ადამიანს აქვს. და მივედით იქამდე, რომ გვჭირდებოდა, რომ რაღაცით ეს რბილი უნარებიც შემოგვეტანა ინტერვიუს პროცესში. მე რაღაც კვლევებიც ვნახეთ და აღმოვაჩინეთ, რომ შვეიცარიაში, გერმანიაში და ბევრ ქვეყანაში ამაზე კვლევები არის და თურმე ისინიც იგივეს ფიქრობენ. მაგრამ ხო საბოლოოდ მივედით თამაშამდე, რაღაც გავაკეთეთ 10 წუთიანი თამაში, რომელსაც ადამიანი თამაშობს ან ტელეფონში, ან კომპიუტერში, ორივეგან შეიძლება ითამაშო, აი GTA-ს, Minecraft-ს ეგეთ რაღაცას როგორც თამაშობს ზუსტად იგივენაირი თამაში, არ არის არც მოგებაზე, არც წაგებაზე, არც ქულები არ გერიცხება და არაფერი არ ხდება, უბრალოდ სიტუაციური თამაშია. სტუდენტები ამთავრებენ უნივერსიტეტს და მიდიან რაღაც კრუიზში უნივერსიტეტის დამთავრება რო აღნიშნონ. და ამ კრუიზის განმავლობაში რაღაც ეს გემი იძირება, მოხვდებიან სტუდენტები კუნძულზე და შენ ხარ რაღაც ერთ-ერთი მონაწილე ამისი და უბრალოდ რაღაც სიტუაციებში როგორ მოიქცევი ამის მიხედვით, გინდება შენ როგორი ადამიანი ხარ, რა ტიპის ადამიანი ხარ. საერთოდ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ან ცუდი ხარ, ან კარგი ხარ, ან რაღაც, მაგრამ ეს არის უფრო იმაზე, რომ კონკრეტული უნარები, რაც იმ კონკრეტულ პოზიციას ჭირდება, სადაც შენ CV გააგზავნე და მუშაობა გინდა, რამდენად შესაბამება შენი უნარები იმ კონკრეტულ ვაკანსიას და არა ის, რომ ან რამე არ შეგიძლია, ან რამე ძალიან კარგად შეგიძლია. კონკრეტულ პოზიციაზე მორგების ამბავია უფრო. ანუ შენ ჩაჯდები პირველი ნავში გადასარჩენად და დაახლოებით. დაასწრებს ხო? მე ეგ ძალიან საინტერესო იქნება, მე მგონია რომ მაგ თამაშების განვითარება საბოლოოდ მივა მე იქამდე ეგეთ რაღაცეების რომ რაღაც VR-ით და EEG-ით მართლა რაღაც ისე დონეზე მივა რომ მე იქ რაღაცები მაუსით და კლავიატურით კი არ უნდა ვაკეთო. აი ჩემს VR-ში ვუყურებ რაღაცა იგივე სცენას თუნდაც და რო ვფიქრობ რომ ეხა აქ მარჯვნივ წავიდოდი, ეს ფიქრი იწერება. საოცრება, იმიტომ რომ ხა მე რომ მოყვა 2013 წელს როგორ გავიარე Microsoft-ში გასაუბრება, რომ ტელეფონზე, ოღონდ მობილურზე არა, სახლის ტელეფონზე დამირეკა ერთმა ბერძენმა და მეორე ესპანელმა, ნუ ჩემმა მაშინდელმა მენეჯერებმა და თან თავიანთი აქცენტით, ინგლისურის, ანუ ესე ვთქვათ, ბერძნული და ესპანური აქცენტით, სახლის ტელეფონზე. ეს იყო რაღაც საოცრება, ხონდ მე მანამდე მქონდა, ნუ ეხა რა თქმა უნდა, ყველა ინტერვიუს ალბათ კი არა და აუცილებლად სჭირდება მომზადება, იმიტომ რომ ნებისმიერ საქმეში მომზადება არის ფაქტობრივად ნახევარი საქმე, ხო? და მქონდა დასერჩილი და ამოწერილი 100 სავარაუდო კითხვა და ნუ ჩემი პასუხები დაწერილი. ნუ რა თქმა უნდა, ხა იმ ინტერვიუს დროს ფურცლებზე პასუხების ძებნა ვის გაახსენდებოდა, ეგ არც გამხსენებია, მაგრამ მომზადება მაინც რა თქმა უნდა თავის იქნა, რომ უფრო რაღაც თავდაჯერებულად პასუხობდი ასე თუ ისე მსგავს კითხვებს, იმიტომ რომ მაინც რაც არ უნდა იყოს ინტერვიუზე, ნუ რაღაც მსგავსი კითხვები არის, ხო, ალბათ ეგეც გექნებათ გავლილი და ძალიან საინტერესო იყო, ნუ ხო, რთული იყო, ძალიან რთულია, მაგრამ ეხლაც ალბათ რთული არის დამსაქმებლებისთვის დისტანციურად, როდესაც ან დავალებას აძლევ, ან რაღაცა გინდა რომ მისი ემოცია გაიგო, ხო, აი როგორ უნდა მოიცნო, ძალიან რთულია და ალბათ საკმაოდ მნიშვნელოვანი არის აი ამ თამაშების და სხვადასხვა მეთოდების მოფიქრება. იმით უმეტეს ბაზარი იმდენად იცვლება, სამუშაო ძალაც იცვლება.
დღეს უფრო მეტად სამუშაო ძალა მაინც ვართ ჯენზი, ესე ვიტყოდი. და აი ჩემთვისაც ძალიან მოსაბეზრებელია ახლა ვიღაცამ რომ მითხრას რომ წადი რაღაცა ტესტი შემივხე, უბრალოდ არ შევავსებ და საერთოდ აღარ გავაგრძელებ იქ პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხო ავყვეთ მაგ ამბებს და ტრენდს და საინტერესო გავხადოთ რაღაცნაირად ეს შერჩევის პროცესი. მით უმეტეს რომ დღეს ისეთი სიტუაციაა რეალურად რაც არ უნდა კარგი პოზიცია იყოს, კარგი ადამიანის პოვნა, შესაფერისი ადამიანის პოვნა ბევრად უფრო რთულია მაინც. ამიტომ საჭიროა რომ დავაინტერესოთ ეს ხალხი. კი და რომ გუნდში ჩაჯდეს და მიუხედავად იმისა დავუშვათ როგორი ტექნიკური თუ სხვა გამოცდილება აქვს, რომ სურვილი გქონდეს რაღაცა. კიდე ცალკე ამბავია რომ ცალკე ამბავია კომპანიის კულტურას როგორ ეწყობი და რამდენად არის საშენო გარემო. აი მე ჩემ თავზე ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე რომ თუნდაც ჰაკათონები იმიტომ მომწონდა, ოღონდ მაგას ეხლა მივხვდი, რომ იქ უფრო სტარტაპული გარემოა, სწრაფად რაღაცებს აკეთებ, რაღაცები მოცემულობები უცებ გეცვლება, უნდა ადაპტირდა, უნდა გადაეწყო. ის რაც სტარტაპში ხდება. აი კორპორატიულ გარემოში რამდენად გავძლებდი, არ ვიცი. ამიტომ ეგეც მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ გუნდის ნაწილი როგორ ხდება ადამიანი. ძალიან საინტერესოა. Helio AI რომ არა, რომელი უცხოური კომპანიის CTO იქნებოდი? აიმე. არ ვიცი სიმართლე რომ გითხრა, იმიტომ რომ ბევრი ესეთი კომპანია მომწონს ახლა. ნუ ხა OpenAI-ზე და რაღაც Anthropic-ზე არაფერს აღარ ვიტყვი. ბევრი კომპანიაა ახლა, რომლებიც აი ძალიან პატარა გუნდებით ძალიან მაგარ შედეგებს დებენ. და ბევრი ეგეთი კომპანია ძალიან მომწონს. CTO კონკრეტულად ცოტა ისეთი პოზიციაა, ვიტყოდი რომ უფრო ესეთ პატარა ნებისმიერ კარგ პატარა გუნდში ვიქნებოდი მონაწილე, მოკლედ რა, იმიტომ რომ დღეს უკვე ისეთ ეტაპზეა ეგეთი კომპანიები და სტარტაპები მისული, ნუ სტარტაპი არ ვიცი რამდენად ეთქვით უკვე მაგათ, რომ ძალიან პატარა გუნდით ძალიან დიდ შედეგებს დებენ. მათ შორის რისერჩის ნაწილშიც, რაც კიდევ უფრო რთულია. იმიტომ რომ რისერჩს მაინც როგორც წესი მიჩნეულია, რომ ჭირდება ბევრად მეტი რესურსი, ბევრად მეტი ფული და ბევრად მეტი დრო. ფული დღესაც ჭირდება და რესურსი, მაგრამ დროის ნაწილი საკმაოდ შემცირებულია რა, ანუ ბევრად აჩქარებულია, ბევრ ძალიან მაგარ შედეგს დებენ უფრო მოკლე მონაკვეთში დროის, ვიდრე მანამდე იყო რაღაც შეიძლება, მანამდე 10 წელი დაჭირებოდა, რაც ახლა 2 წელიწადში აკეთებენ. ესე სათქმად ახლა 2 წელიც არ არის, მაინც პატარა დრო, მაგრამ წინასთან შედარებით რაც მანამდე იყო, ბევრად აჩქარებულია. ამიტომ ნებისმიერ ეგეთ გუნდში მომეწონებოდა მუშაობა. და ხო არ არის ვინმე შენთვის აი სამაგალითო თუნდაც CEO, CTO, უცხოური კომპანიის, ანუ იმიტომ აკეთებ აქცენტს, რომ დავუშვათ ინოვაციური და ისეთი რაღაცა სწრაფად მზარდი და საინტერესო კომპანიები, ნუ მაინც ხო, წეგან რო ახსენე LinkedIn-ზე და Twitter-ზე ხალხს ვაფოლოვებ, თქო, ძალიან ბევრ CEO-ს, CTO-ს და C-level ადამიანს ვაფოლოვებ სხვა კომპანიებში, რავი, Hugging Face-ში, მათ შორის და ასე შემდეგ, მოკლედ ძალიან ბევრს. რომლებიც ძალიან აქტიურობენ. აი ყველაზე მეტად ეხა ბოლო პერიოდში ვინც მომწონს არის Harrison Chase, იმიტომ რომ ბოლომდე ჩართული არის და ჩანს მისი ეს ჩართულობა, ანუ არ გადავიდა ისეთ პოზიციაზე, რომ მე ხა აქ დირექტორი ვარ და მე რაღაცებს ვიტყვი და თქვენ გააკეთეთ, მაგ პოზიციაზე არ გადავიდა და ეგ ძალიან მომწონს, დღემდე ბოლომდე არის ჩართული, მათ შორის კოდსაც წერს და მიყვება თავის საქმეს. CEO-ა, მაგრამ ტექნიკური CEO არის, მოკლედ, ტექნიკური კომპანიაა და შესაბამისად არ არის გასაკვირი ამბავი, ეგ ძალიან მომწონს ეგ ადამიანი. მაგრამ overall ესე ვერ ვიტყოდი რა ხა რომელიმე მაინც ჩემი კერპია და მიუყვები საშუალოდ ესე შევაფასებდი რომ LinkedIn-ზე ძალიან ბევრ კარგ ადამიანს ვაფოლოვებ, მოკლედ ძალიან ბევრ საინტერესო კონტენტს აზიარებენ ხოლმე. და აი ამ ყველაფრის შერწყმა და იქიდან იმისი გამოდნობა რაც შენ იმ წამს გჭირდება, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი სკილიც არის ეგრე ვიტყოდი რა. დღეს შეიძლება რაღაც Harrison Chase-მა დადოს ისეთი რაღაცა რაც ძალიან მომეწონება და ხვალ რავი ჟულიენ არ მახსოვს რა გვარია ეს Hugging Face-ის CTO, ახლა შეიძლება იმან დადოს რამე სხვა და ის ძალიან მომეწონოს. მოგვიყევი შენს დამოკიდებულებაზე ქალები IT-ში და თუ შეხვედრი ხარ რაღაც შენი კარიერის განმავლობაში რაღაცა ისე უცნაურ და უხერხულ სიტუაციებს, როდესაც დავუშვათ სერიოზულად ვერ აღიქვამენ ხოლმე ქალის როლს ტექნოლოგიებში. თავშივე ცხადია პასუხი მე მგონი კითხვაზე. ხო, მე ძალიან მიყვარს ნებისმიერ სფეროში ნებისმიერი სქესის ადამიანი. მნიშვნელობა არ აქვს სფეროს და სქეს თუ მაინდა-მაინც ახლა რამე იმაზე არ მივდივართ, რომ 300 ტონიანი რაღაცა უნდა ვზიდო ზურგით. რამე ეგეცეთ ვერ მივდივართ მაინდა-მაინც. ტექნოლოგიებშიც მათ შორის რავი მე ძალიან მომწონს რომ ბოლო პერიოდში ბევრად მეტი გოგო ინტერესდება ვიდრე მანამდე და ძალიან ისეთი პოზიტიური დინამიკა შეინიშნება და მოხიბლული ვარ ამ ფაქტით. საერთო ჯამში პრინციპში ესე შევაფასებდი რომ ხო რაღაც სირთულეები არის მაინც დღემდე რომ
ზოგჯერ შეიძლება შენი აზრი არ მიიჩნიონ რაღაც ისე შენ პრიორიტეტულად. პირადად თუ მე გადაგხდები პირადადაც მსგავსი. მქონია ეგეთი შემთხვევები, რომ რავი შეხვედრაზე ვყოფილვარ, სადაც რაღაცა აზრი გამიჟღერებია და დაუბლოკიათ და 15 წუთის მერე ბიჭმა რო თქვა იგივე, ის უკვე მისაღები ყოფილა მათთვის. შეიძლება მე მაქვს კომუნიკაციის პრობლემა და საკმარისად ვერ ვასაბუთებ, არ ვიცი, მაგრამ მე პირადად მქონია ეგეთი შემთხვევები. მათ შორის დიდად არ მიყვარს ხოლმე ამის გახსენება, მაგრამ უნივერსიტეტის პერიოდიდან მოყოლებული მყავდა ლექტორი, რომელიც პირდაპირ მეუბნებოდა, რომ შენ გოგო ხარო და ინჟინერიას არ დაგამთავრებინებო, გადადიო რამე სხვა ფაკულტეტზეო და ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცეებიც, მაგრამ ჩემ შემთხვევაში კაი ის აღმოჩნდა, რომ ცოტა ჯინიანი ადამიანი ვარ და ეგეთ რაღაცებმა დიდად არ იმოქმედა. მაგრამ პრინციპში რაღაცა თუ მართლა გულით გინდა, ვინც რა არ უნდა გითხრას, შენ თუ იცი რომ რაღაცა ქსიამონებს და რაღაცა გამოგდის, დიდი აზრი არ აქვს, მე სხვა რას გეუბნება. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ალბათ ორი ადამიანი არსებობს თუ ჩემ ცხოვრებაში, ვისაც პირველი დღიდან დღემდე ბოლომდე ჯეროდა, რასაც ვაკეთებდი, დედაჩემი და მამაჩემი. და აბსოლუტურად საკმარისი იყო იმისთვის, რომ სხვა 7 მილიარდ თუ 8 მილიარდ ადამიანს რაც არ უნდა ეთქვა, მე ვიცოდი, რომ ის რაღაცა მომწონდა, რასაც ვაკეთებდი და ორი გულშემატკივარი მყავდა და დანარჩენი აღარ იყო მნიშვნელოვანი. მაგარია მოკითხვა დედაშენთან შენს მამიკას აქედან. იცი რა მაინტერესებს, რას ნიშნავს შენთვის Forbes-ში 30 გამარჯვებულ შორის, რომელიც 30 წლამდე არჩიეს ტექნოლოგიების და ელექტროკომერციის მიმართულებით გამარჯვება. ამაზე გიფიქრი ადრე, ხო? მე მგონი და რაღაცა საერთოდ არ ველოდი მაშინ როცა ეგ მოხდა, მაგრამ მე მახსოვს მე და ერთი ჩემი მეგობარი ვლაპარაკობდით უნივერსიტეტის დროს ისე ვახსენეთ ერთხელ საუბარში, რომ აი რა მაგარი იქნებოდა ოდესმე მანდ რომ მოვხვედრილიყავითო და ეგ მეილი რომ მომივიდა, რომ Forbes-ის გამარჯვებული აღმოჩნდი, პირველი ეგ მოგონება ამომიტივტივდა მაშინ თავში, რომ აი 5-7 წლის წინ მე უნივერსიტეტის რაღაც დერეფანში რომ ვიჯექი და ჩემ მეგობართან ერთად რა ვიცი რაღაც კალკულუსის ამოცანაზე მსჯელობდით და მე ჭორაობაში გადაგვეზარდა. რას წარმოვიდგენდი? რომ ის ოცნება რეალურად იქცეოდა. რეალურად ჩემთვის Forbes-ი აღმოჩნდა პრინციპში რაც არ უნდა ვთქვათ ადამიანებმა, რომ სხვისი აზრი არ მაინტერესებს, რაც არ უნდა თავდაჯერებული ვიყოთ, აღიარება რაღაც მომენტში მაინც ყველას გვჭირდება. ის რომ რაღაცას რო ვაკეთებ, რაღაცა ცოტა სხვამაც დაინახა. მოტივაციის ამბავია ყველაზე მეტად ჩემთვის, რომ მართლა სწორ გზაზე ვარ და მართლა მეტნაკლებად ყოველ შემთხვევაში და ღირს რომ გავაგრძელო იმის კეთება, რასაც ვაკეთებ, მეტი მონდომებით და მეტი შრომით. ამიტომ ყველაზე მეტად მაინც მოტივაციის ამბავი იყო ჩემთვის Forbes-ში გამარჯვება. კი, დარწმუნებული ვარ. ასეც გააგრძელებ კიდე და უფრო მეტი გამარჯვებები გექნება წინ. მოდი ხელოვნური ინტელექტის თემას რო დავუბრუნდეთ. ერთი კვლევის შესახებ მინდა რომ მოვყვე, რომელიც დაახლოებით 1 თვის წინ გამოქვეყნა MIT-მ და სადაც 54 მონაწილე მიიწვიეს სხვადასხვა ტოპ უნივერსიტეტებიდან და მისცეს ერთი მარტივი დავალება, ესეის დაწერა, თემის დაწერა. გაყვეს 3 ჯგუფად, ეს 54 მონაწილე, ერთ ჯგუფს მხოლოდ დაავალეს, რომ ასე ვთქვათ, ფურცელზე კალმით დაეწერათ და თავიანთი ტვინი გამოიყენებინათ და არანაირი ხელსაწყო გამოიყენებინათ. მეორე იყო, რომ ჩვეულებრივად კლასიკური search-ის საშუალება მისცეს Google და სხვა search-ის, ასე ვთქვათ, engine-ების საშუალებით და მესამე იყო უკვე ხელოვნური ინტელექტის თულები, მათ შორის ChatGPT-ის სარგებლობის საშუალება მისცეს. რამდენიმე თვის განმავლობაში ამ 3 ჯგუფმა 3-ჯერ გაიმეორა ერთი და იგივე. შემდეგ მეოთხე ვიზიტის დროს შეუცვალეს მათ სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენების საშუალება, ანუ მათ ვისაც მხოლოდ ფურცელი და კალამი ჰქონდათ, უკვე მისცეს ChatGPT-ის გამოყენების საშუალება და პირიქით ვისაც დაუშვათ ხელოვნური ინტელექტის თულებზე ჰქონდა წვდომა, უკვე მისცეს ფურცელი და კალამი და ძალიან საინტერესო შედეგები აღმოაჩინეს, ჯერ ეს ძალიან ადრეული კვლევაა, მაგრამ ასევე იყენებდნენ იქ ელექტროენცეფალოგრამას და დაკვირვებას, თუ როგორ აქტიურდებოდა ტვინში ეს ნეირონები. იმ ჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებმაც თემა დაწერეს ChatGPT-ის საშუალებით, ჯერ პირველი ის, რომ რაღაც ერთი სტილის თემები ჰქონდათ, რაღაცა ერთი სტილის სიტყვებს იყენებდნენ და მათ ძალიან გაუჭირდათ შემდგომ უკვე ფურცელზე კალმით თემის დაწერა. და
და თან მათი ნეირონებიც გაცილებით ნაკლებად იყო აქტიური, ვიდრე თქვათ მხოლოდ ასე ვთქვათ თავის გონებით და თავის რესურსებით ყოველგვარი თულების გარეშე ვინც თემა დაწერეს იმ სტუდენტებთან შედარებით. ამ კვლევიდან გამომდინარე და აი ამ მთლიანად შენი გამოცდილებიდან გამომდინარეც, როგორ ხედავ მომავალს და ხომ არ არის ისეთი ვთქვათ რაღაცა ან უნარები, ან დაუშვათ რაღაცა საშუალებები, რითიც შევძლებთ, რომ განვითარდეთ და დავეწიოთ აი ამ სწრაფ ტექნოლოგიურ განვითარებას და არ განიცადოთ დაუშვათ რაღაცა უფრო თქვათ დეგრადაცია ჩვენმა გონებამ. პრინციპში რავი სტანდარტული შიშებია, რაც ყველა ახალ ტექნოლოგიას მოყვება ხოლმე. ინტერნეტ რო შემოვიდა, მაშინაც ხალხს რაღაცების ეშინოდა და აი ზოგჯერ მგონია ხოლმე, რომ ალბათ წიგნები რო გავრცელდა, ხალხს ეშინოდა ლაპარაკი არ დაგვავიწყდეს, ზოგჯერ ესე მგონია ხოლმე, რავი, ნებისმიერი ახალი რაღაცა არის ხოლმე მაინც შიშის მომტანი. მათ შორის ხო ეხა ბოლო პერიოდში რაც მოახერხა LLM-ებმა, ხალხი ძალიან შეშინებულია, რომ რაღაც კრეატივი არ დავკარგოთ, ყველაფერს გააკეთებს AI და არ გავზარმაცდეთ, რობოტებმა არ ჩაგვანაცვლონ და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად თუნდაც ეგ კვლევაც რო ავიღოთ, ეს კვლევა ადასტურებს იმას, რომ კონკრეტულად SS წერის მომენტში რაღაცა შედეგამდე მივიდნენ. მთელი ჩვენი ცხოვრება ხო არ არის SS წერა, იმის გარდა რამდენიმეს ვაკეთებთ. პირიქით, კარგია რომ რაღაცებს გვეხმარება, სწორად თუ გამოვიყენებთ, კი რაღაცები უნდა გაამარტივოს და კი მათ შორის SS წერაც შეიძლება აასწრაფოს და რაღაც მეილების წერა უნდა აასწრაფოს, იმიტომ რომ მე დღეში 20 მეილი რომ აქ დასაწერი, ამაზე 3 საათი კი არ დავხარჯო და ჩემი ნახევარი დღე მეილების წერა კი არ იყოს. მოდი მე რამე უფრო საინტერესოს გავაკეთებ და ეს მეილები დაწეროს Gemini-მა რა პრობლემა მიუვაბ Gmail-ზე და წეროს თვითონ. პირიქით, ანუ მე მაგას ძალიან პოზიტიურად ვუყურებ, რომ ისეთი საქმე რაც არის, სადაც ადამიანის კრეატივი საჭიროა, ის მაინც ადამიანთან რჩება. ის საქმე რაც არის, რომ რუტინულია და მე თვითონაც მეზარე ვაკეთება, ნეტა ვინმე მომაშოროს და მაგაზე ხმას როგორ ამოვიღებ. ამიტომ უფრო იმაზე მივდივარ მე პირადად, რომ სწორად როგორ გამოვიყენოთ AI და არა ის რომ რამე საშიშია მაგამ ბავში. სწორად გამოყენებას რაც შეეხება, ალბათ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ დავაიდენტიფიციროთ ჩვენ თვითონ სად გვჭირდება და გვინდა რომ რაღაცეები გავიმარტივოთ და სად ვატყუებთ საკუთარ თავს. სადაც საკუთარ თავს ვატყუებთ, ხო, რავი, მანამდეც თუ მინდოდა ჩემი თავის მოტყუება, მანამდეც მოვატყუებდი. ნუ ეხლა შეიძლება ცოტა გამარტივდა, მაგრამ ეხაც იგივეზე მივდივარ და თუ არ საკუთარი თავის მოტყუება თუ მიზნად არ მაქვს, მაშინ პირიქით ადამიანის გონება პირველ რიგში ეგრე ფიქრობს, რომ უბრალოდ რაღაცა გავიმარტივო. და ბუნებრივია, რომ ეცდები, რომ შენთვის საჭირო გამოყენებები უპოვო იმ AI-ის. თუნდაც ჩემთვის ახლა ChatGPT არის პირველ რიგში ის, რომ რაღაც ახალი ვისწავლო ხოლმე. რომ აი კომუნიკაცია მქონდეს, აი მიმოწერა მქონდეს, რომ ეს რაღაცა ვერ გავიგე ამიხსენი, რაც შეიძლება ესე ადამიანს ვერ ვკითხო. ამიტომ სწორად როგორ გამოვიყენებ და მივაგნებთ უფრო მაგაზეა. კი, ჩვენ წინა პოდკასტშიც ჩვენმა სტუმარმა მარიამაც აღნიშნა, რომ სწორი კითხვების დასმა არის ალბათ ამ ეპოქაში ყველაზე მნიშვნელოვანი და აბსოლუტურად გეთანხმები. იცი რა მაინტერესებს, რა განსხვავებაა შენთვის აი იმ კორპორატიულ გარემოსა და სტარტაპში მუშაობა შორის? რა განსხვავება იგრძენი, როდესაც დავუშვათ სტარტაპულ გარემოში გადახვედი სამუშაოდ? პლუსებიც აქვს და მინუსებიც ორივეს. ამიტომ მე პირადად პერსონალურად კი ვიხრები უფრო სტარტაპებისკენ, მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ სტარტაპში მუშაობა რამით უკეთესია. ჩემთვის აი მთავარი განსხვავებები რაც არის, მაგორ სამყაროს შორის არის ალბათ ის, რომ სხვადასხვა ტემპია მუშაობის, მათ შორის ბიუროკრატიის ნაწილში, სტარტაპში არ გაქვს არანაირი ბიუროკრატია და რაც არ უნდა სიგიჟე დაახეთქო, არავინ არ გეტყვის, რომ მოიცა ერთი მაგას როგორ გავაკეთებთ, პასუხი არ იქნება არასდროს. პირიქით სტარტაპში უფრო მეტად მისაღებია, რომ ინიციატივა გქონდეს, შენ ოღონდ რაღაცა მოიფიქრე და გააკეთე და არავინ მაგაში ხელს არ შეგიშლის. და ეს ტემპი და რაღაც დრაივი და ადრენალინი რაც სტარტაპს მოყვება, ჩემთვის ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე რაღაც კორპორატიული გარემო, მაგრამ მეორე მხრივ სტარტაპსაც აქვს რაღაცა თავისი შავბნელი მხარეები და შავი ლაქები. თუნდაც ის, რომ რესურსებში ხარ შეზღუდული, კორპორატიულ გარემოში შეიძლება ერთ საქმეზე გუნდში იყოს 10 კაცი და იგივე საქმე რომელიმე ადამიანის სხვა პასუხისმგებლობებთან ერთად იყოს სტარტაპში. ერთი ადამიანი მუშაობდეს, ოღონდ მაღაზიაც და კიდე სხვა რამეებზეც. თუნდაც ფულადი რესურსი, რო ვთქვათ, იმხელა ფულადი რესურსი ვერ არის სტარტაპებში, რამხელაც დიდ კომპანიებში და ასე შემდეგ რა, ბევრი მინუსი აქვს სტარტაპსაც. გააჩნია რეალურად ადამიანს როგორი ცხოვრება მოგწონს. შენ თუ რაღაცა მშვიდი სტაბილური ცხოვრება გინდა და შენი ცხოვრება ბევრად უფრო კომფორტულია, როცა ესე სტაბილურად გძნობ თავს, ალბათ გაგიჭირდება სტარტაპში ყოფნა.
მაგრამ ნუ გააჩნია პიროვნებას, რა ჩემთვის ახლა ბევრად ისეთია მისაღები, რომ რაღაც სიგიჟებს ვაკეთებდე, თუნდაც ის, რომ სხვა რაღაცებში ხელი არ გეშლება, კორპორატიულ სამსახურში რო ხარ ხოლმე, სხვა რაღაცებში ცოტა უფრო შეზღუდული ხარ, სტარტაპში რო ხარ, ახლა მაგალითად კვლევით ნაწილშიც რო ვარ ჩართული, მე ძალიან მომწონს, რომ პრინციპში იქაც არასტანდარტულ რაღაცებს ვაკეთებ. ახლა ზოგჯერ ვკითხულობ ხოლმე კვლევებს, რავი, მეტამ გააკეთა, ახლა ხანს EEG-დან ადამიანის ფიქრის ამოცნობა, ადამიანი რო ფიქრობს რაღაცა 100-ზე, იმ 100-ს წერენ კომპიუტერში. ანუ ადამიანი რაღაც მალე მივალთ იქამდე, რომ ადამიანი რაღაცა სიტყვას გაიფიქრებს და კომპიუტერში დაიწერება თავისით ეს სიტყვა. ლაპარაკი აღარ დაგვჭირდება. ანუ სტარტაპი გაძლევს მაგის საშუალებას, რომ ეგეთი გიჟური რაღაცებიც აკეთო, ეგეთ რაღაცებშიც ჩართული იყო. მაგრამ კიდევ ერთხელ დამოკიდებული არის ადამიანზე. კი, რა თქმა უნდა. ვერანაირად ვერ იტყვი, რომ ერთი კარგია და მეორე ცუდია, მთლიანად ინდივიდუალურია. 2 წელია ხო მე მგონი რაც დაახლოებით ჯერ არ არის. მალე გახდება, შემოდგომაზე გახდება 2 წელი. საკმაოდ ბევრ კონკურსებში და ბევრი ჯილდოები მიიღეთ, როგორც ვიცი, ბოლო წლების განმავლობაში და ძალიან მაგარია. ეგეც კიდე ბოდიშ შეგიჭრებით, ეგეც კიდე სტარტაპის ჩემთვის ერთ-ერთი ხიბლი არის, რომ ანუ ის ჯილდოები, რასაც იგებს, დიდი კომპანია რო ჯილდოს იგებს, თითოეულ ადამიანამდე ისე არ მიდის, როგორც სტარტაპში, იმიტომ რომ სტარტაპში რავი, სულ ვართ 7-10 კაცი და ყველას წვლილი იმდანად მნიშვნელოვანია, მაგას ძალიან ხშირად ხას უსმევ ხოლმე, რომ ნებისმიერი ერთი ადამიანი რო ამოაკლო ეხა ჰელიოდან, ჰელიო ჩამოიშლება, რავი, ანუ ყველა ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანის ინიციატივა და რავი, ის ჯილდოების თუნდაც რაც მოდის, იმიტომ მოდის, რომ ყველა ადამიანი უკლებლივ იმ საქმეს აკეთებს, რაც აკეთებს. და ძალიან მხიარული გარემო გაქვთ, როგორც ვიცი. კი. ეგ მთავარი ამბავია. ჰელიოში ისე ვერ მოხვდები. ძალიან კარგი. მათი რას დავამატებ ჩვენი მსმენელისთვის, აი განსაკუთრებით ისევ და ისევ მათთვის, ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიების სფერო და ამ მიმართულებაზე ფიქრობს, მაგრამ არის რაღაც ფაქტორები, რაც აფერხებს და განსაკუთრებით სიმართლე რო გითხრა, გოგოების და ქალბატონების შემთხვევაში ეს კიდევ უფრო მეტად დამაფიქრებელია, იმიტომ რომ არის ხოლმე ის პასუხისმგებლობები, რაც რაც არ უნდა ვიძახოთ თანაბარ უფლებიანობის შესახებ და თანაბარ პასუხისმგებლობებზე, მაინც არის რაღაც მომენტები, რომელიც ვთქვათ, გოგონების და ქალების შემთხვევაში უფრო რთულად არის, თუნდაც რაღაც ვთქვათ, ოჯახი, შვილები და ასე შემდეგ. შენ რა რჩევებს მისცემდი მათ, ვისაც აინტერესებს ეს სფერო, თუნდაც რომ კარიერის სადღაც შუაში იყოს და უნდოდეს ვთქვათ, გადართვა ხო და უნდოდეს ვთქვათ, რაღაცა ცოდნის მიღება, კვალიფიკაციის ამაღლება, არ ვიცი და თუნდაც თავისი მიმართულების რადიკალურად შეცვლა. აი რა არის ის მომხიბვლელობა? რა თქმა უნდა, შენი გამოცდილებით ისევ, მაგრამ რაც შეიძლება აი ტექნოლოგიების სფეროს ახლდეს თან. სტანდარტულ რაღაცებს არ მოვყვები, იმიტომ რომ მე არ მჯერა, რომ მაინდა-მაინც ტექნოლოგიებში და პროგრამირებაში ბევრი ფული იშოვება და ყველა მხარდაძილზე წამოწოლილი სახლიდან მუშაობს, არ არის მასე მთლად საქმე. შეიძლება რაღაც კოვიდის პერიოდში იყო, მაგრამ კოვიდის პერიოდში რეალურად ყველა გადავიდა დისტანციურ სამსახურზე და ეხლა მაგას მე აღარ ვამბობ ხოლმე. კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა მინიმუმ ჰიბრიდულ მუშაობას მაინც ითხოვს და უმეტესობა ბრუნდება სრულად სამსახურში სიარულის ეტაპზე. ამიტომ ეგეთ პლუსებს ხას არ გაუსმევ. უფრო ალბათ ჩემთვის რაც არის საინტერესო და მთავარი ხიბლი ამ სფეროსი არის ის, რომ გლობალურ რაღაცებს ეჭიდები. ანუ შენი ამოცანა, შენი პრობლემა, რასაც წყვეტ, არის აბსოლუტურად გლობალური, რომელიც შეიძლება შეეხოს, რა ვიცი, სან-ფრანცისკოშიც ვიღაცას და ინდოეთშიც ადამიანს. არანაირი საზღვრები არ აქვს. მათ შორის გადმოსვლის ნაწილშიც ამ პროფესიაში, ან თუნდაც ნოლიდან დაწყების ამბავში, ტექნოლოგიები ზოგჯერ ისე არის ხოლმე გაგებული, რომ ეს არის მარტო პროგრამირება კომპიუტერთან ჯდომა 24/7-ზე. რეალურად ტექნოლოგიები ბევრად ფართო სფეროა და შეიძლება საერთოდ არ წერდე კოდს, მაგრამ ამ სფეროში იყო. ბევრი პოზიცია არსებობს, გასაგებია რომ ეს ერთი მიმართულებაა, რა ვიცი, AI ინჟინერი და web developer და ასე შემდეგ, რაღაც Python developer პირობითად, მაგრამ იმის იქით ბევრი სხვა პოზიცია არსებობს ისევ ამ სფეროში, რომლითაც ტექნოლოგიებთან ახლოს იქნები, მაგრამ მინიმუმ რაღაცა ნელ-ნელა იქნება გადასვლა. თუნდაც რავი, ტესტერი შეიძლება იყოს, თუნდაც პროექტის მენეჯერი, პროდუქტის მენეჯერი შეიძლება იყოს და ასე შემდეგ რა. არ არის აუცილებელი რომ მაინდა-მაინც ბოლომდე ჩართული იყო კოდის წერაში და პროგრამირებაში, განსაკუთრებით ალბათ იმ ადამიანებისთვის იქნება კარგი მოსასმენი, ვინც რაღაც სხვა პროფესიაში უკვე არის და გადმოდის. ნებისმიერი ის უნარი, რაც გაქვს, შეგიძლია რომ ამ სფეროში სადღაც გამოიყენო. რაღაც პროფესიას აუცილებლად მონახავ, სადაც იმ უნარებს გამოიყენებ და ამიტომ არ არის აუცილებელი რომ მე კოდის წერა არ ვიცი და მე შინია კოდის წერის. არა უშავს, ბევრი სხვა რაღაცა არის. ხო, და სხვათა შორის
მე მგონი სატია ნადელამ თქვა რაღაც რამდენიმე კვირის წინ რომ ჩვენი კოდის 30% უკვე AI-ის მიერ იწერებაო და ხო ანუ ის ეგ რო არ ვიცი რამდენად კარგია, მაგრამ მე ხშირად მეჩხუბებიან ხოლმე რომ მაგამებს არ ვეთანხმები, იმიტომ რომ vibe coding-ი და რაღაც AI-ის კოდის წერა კარგია, როცა მუშაობ MVP-ზე იდეალურია და კარგია, როცა კოდს ისე აწერინებ, რომ შენ თვითონ იცი ის რას წერს, მაგრამ მე ხა ამას task-ი მივეცი და იმან თავიდან ბოლომდე დაწეროს, მე მაგას არ ვეთანხმები ხოლმე როგორც წესი. ხო, ანუ აი ეს მომენტი რომ დავუშვათ ეხლა ხელოვნური ინტელექტი განვითარდა ისე რომ პროგრამისტი აღარ გვჭირდება, ან არ ვიცი არქიტექტი აღარ გვჭირდება, ესე არ არის, ხო? მე ცოტა რომ რეალობაში მე პირადად არ ვეთანხმები მაგას, იმიტომ რომ ამას რომ ამბობ ხოლმე ბევრი არ მეთანხმება, მაგრამ ჩემს აზრს გავაზიარებ ისევ და ისევ. გამომიყენებია, რავი, Copilot-იც და Claude Code-იც და არაერთი მოკლედ ეგეთი თული მაქვს გამოყენებული, რომელიც კოდს აგენერირებს, მაგრამ თუ ზუსტად არ იცი რა გინდა რომ იმან დაგიწეროს და რაღაცა რო დაწერა, თუ ზუსტად არ წაიკითხე იმან რა დაწერა, ძალიან ბევრი ბაგი შეიძლება რომ გაიპაროს. ძალიან ბევრი რამე შეიძლება რომ ცუდად წავიდეს. ამიტომ მე კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ ეტაპზე იმას, რომ პროგრამისტი საჭირო არ არის. AI არის საჭირო პროგრამისტისთვის, აუცილებელიც კი უკვე დღეს, იმიტომ რომ რაღაცები ავასწრაფოთ და რავი, რაღაც მარტივი ფუნქციის დაწერა რომ მინდა, კი დავაწერინებ იმას. მაგრამ მე ხა დიდი პროექტი მაქვს და ამ პროექტში ახალი ფიჩერის დამატება მინდა და მთლიანად AI-ს დავაწერინო. მეც მინდა რომ ეგრე მუშაობდეს, მაგრამ არ ვიცი, ჩემთვის არ მუშაობს და რა ვქნა. მაშინ რა ტიპის პროგრამისტები გვჭირდება? რომ შეძლონ და წაიკეთო პირდაპირ არ დააკოპირონ AI-ის დაწერილი რაღაც კოდი. რა, მე მინახავს AI-ის დაწერილი ტესტი, სადაც წინა ხაზზე რაც წერია, ერთ-ერთში იმას ამოწმებს შემდეგ ხაზზე ასერტით, რავი, მარტივად რო ვთქვა და ეგეთ რაღაცები არ მუშაობს. რეალურად თავარი ამბავი არის, რომ AI მე შეიძლება გამოვიყენო იმაში, რომ რაღაცები აღარ ვსერჩო Google-ში და Stack Overflow-ზე და რაღაცები შეიძლება ამისწრაფოს და გამიმარტივოს, მაგრამ მე პროგრამირება არ მჭირდება და ეხლა რაღაცა კომპლექსურ საიტს ამას დავაწერინებ, მასე მთლად ვერ არის საქმე. კიდევ ერთხელ მე რომ გააჩნია აღარ რას ვწერ. ჩემი მიზანი თუ არის რომ რაღაცა უბრალოდ კომპანიის landing page ავაწყო, კი Lovable-ზე აწყობ 15 წუთში იდეალურ landing-ს, რასაც დეველოპერი გაიგეთებდა ერთ კვირაში ალბათ. ეგეთ რაღაცებზე ძალიან მაგარია. მაგრამ აი თუნდაც ახლა Helio-ში რა code base-იც გვაქვს, იმ code base-ში რომ პირდაპირ task-ები მისცე და წეროს, სამწუხაროდ უშვება ჯერ. ხო. თუმცა ჯერ შეიძლება ეს დროის ამბავი იყოს და დიდი იმედი მაქვს. ნახავთ როგორ განვითარდება მოვლენები და აი ესე უნარებთან დაკავშირებით ერთი კვირის წინანდელი ინტერვიუ იყო Bill Gates-ის, რომ კითხა ჟურნალისტმა, რომ აი რას ურჩევდით, თქვათ იმ ადამიანებს ვისაც ეს რაღაცა შიში აქვს ხელოვნური ინტელექტის მიმართ და როგორ განავითარონ თავისთავად და ასე შემდეგ და Bill Gates-ის პასუხი ესეთი იყო, რომ პირველ რიგში უფრო და უფრო მეტად დაინტერესდით რაღაცებით, ანუ განავითარეთ თქვენი ცნობის მოყვარეობის უნარი, მეორე ის იყო, რომ იკითხეთ მეტი, ანუ წაიკითხეთ რაც შეიძლება მეტი და აღიქვით ის რამდენად სწორია და ასე შემდეგ და მესამე იყო, რომ უბრალოდ გამოიყენეთ ბევრი სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები, რომ თუნდაც რომ ან შედარების საშუალება გქონდეთ, ან დაუშვათ რაღაცა იცოდეთ მისი შესაძლებლობები და მგონი რომ ძალიან საინტერესო რჩევები არის. კი მე სულ ამბობ ხოლმე რომ AI-ში პრინციპში მთავარი რაც არის რომ უნდა აექსპერიმენტო რაღაცეები. პრინციპში ცხოვრებაშიც ეგ არის მე მგონი მთავარი რომ შენ ცხოვრებაში რაღაცები უნდა აწვალო და აექსპერიმენტო. და განსაკუთრებით AI-სთან მიმართებით, იმიტომ რომ თუნდაც ის რომ რაღაცა თულები ერთმანეთს შეადარო, თუნდაც ის რომ რაღაცები უბრალოდ აღმოაჩინო, რომ რაღაცა არ მუშაობს. ეგეც წარმატებული ექსპერიმენტია. ის რომ რაღაცები აექსპერიმენტო და რაღაცები იპოვო, არის ძალიან გამოსადეგი როგორც წესი ცხოვრებაში. რაღაცებში მე დროს ლოგავს ხოლმე. ჩემთვისაც რავი, შეიძლება ერთი და იგივე კითხვა, მივწერო GPT-საც, Gemini-საც, Claude-საც, DeepSeek-საც, Mistral-საც და რავი, კიდე რაც ვიცი LLM-ი ყველას. და უბრალოდ შევადარო ხოლმე პასუხები და მე ნელ-ნელა თვითონ ტვინი აანალიზებს იმ რაღაც პატერნებს, რა კითხვა როგორ უნდა დაუსვა რომელ AI-ს და როგორი კითხვა რომელს უნდა დაუსვა. არა მარტო კითხვებზე, რავი, მათ შორის რაღაც შეიძლება პრეზენტაციას ვაკეთებდე და GenSpark-ი გამოვიყენო, ან რაღაც სხვა თული. თულების გამოყენების და ექსპერიმენტებაც კიდე ცალკე სკილია რა. ანუ რეალურად მე არ მჯერა ხოლმე ადამიანები რომ ამბობენ, რომ რაღაც პრეზენტაციას ვაწყობდი და არც ერთი AI არ გამომადგა. მე მგონია ხოლმე რომ უბრალოდ სწორად ვერ ვკითხეთ AI-ს და ვერ ავუხსენით რა გვინდოდა თორე. ცალკე მიმართულება და ცალკე სფეროა უკვე. ეგ კიდე ცალკე ამბავია სწორად როგორ ვეკომუნიკაციოთ.
ნათია, ძალიან დიდი მადლობა. დაუსრულებლად შემიძლია შენთან საუბარი, ფაქტია და ძალიან დიდი მადლობა, რომ ამდენი საინტერესო ინფორმაცია გაგვიზიარე. რამეს ხო არ დაამატებდი კიდე ჩვენი მსმენელებისთვის? პირიქით მადლობა თქვენ, რომ დღეს აქ ვიყავი. ძალიან გამიხარდა, ძალიან დიდი მადლობა. დამატებას რაც შეეხება, ხო მთავარი პრინციპში ეს ბოლო ნაწილი იყო, ალბათ რაც თქვი ჩემი გადმოსახედიდან, რომ ვაექსპერიმენტოთ რაღაცეები და სიახლეები ვეძიოთ იმ მიმართულებით, რაც ჩვენ გვაინტერესებს და დანარჩენი თავისთავად მოვა მე რა ყველაფერი. დიდი მადლობა. დავიმშვიდობები ჩვენს მსმენელსაც და პოდკასტს ტრადიციულად ვამთავრებ მადლიერებით. გიგზავნით სიყვარულს და გისურვებთ გამთლიანებულ, ბედნიერ და სამართლიან საქართველოში ცხოვრებას. მადლობა.